შემოგვერთ და ნაძალადევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი. დილამშვიდობისა, მამა ირაკლი, დიდი მადლობა. დილამშვიდობისა, ერთმა დაგლოცოთ და გაგაძლოთ უფალმა ღმერთის სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულში, მარხვასა და სინანულში. ძალიან დიდი მადლობა. მარხვის განზოგება და სულიერი 8 წლის მოხვეჭა მარხვის პერიოდში ეს არის დღეს ჩვენი სასაუბრო თემა და პირველ რიგში განმარტოთ და შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს რას ნიშნავს მარხვის განზოგება და რა მნიშვნელობისაა ის ჩვენს ცხოვრებაში. დიახ, მარხვის განზოგება პირდაპირ ნიშნავს განახევრებას, ანუ ერთი პირველი ნაწილი მარხვისა უკვე წარსულს ჩაბარდა, გაიარა ქრისტიანულმა სამყარომ და გადავიდეთ უკვე მეორე ნაწილზე, რომელმაც უნდა მიგვაახლოს კიდევ 3 კვირა იქნება, მიგვაახლოს უკვე უშუალოდ ქრისტეს ნების კვირა, რომელიც უკვე მარხვაზე აღმატებული პერიოდი თვითონ მაცხოვრის უკვე ნებასთან დაკავშირებული თქვენ ეს დღეები, რომლებიც დადგება უშუალოდ აღდგომის დღესასწაულის წინ. და ეს განზოგებას ეკლესია ეხავს უსვას, რომ მორწმუნეებს ერთგვარად გამაძლიერებელი ამ დროს აუცილებლად აღესრულება ტაძრებში ლიტურგია პირველ შეწირულის საწმინდა გრიგოლ დიალოგონის, რომ მორწმუნეები, ვინც ახალ მოღვაწეშია, მოღვაწეობაშია, სულიად დაპყრდნენ, გამტკიცდნენ, რომ შემდეგი მეორე ნახევარიც ასევე უფრო წარმატებულდა თუ არა, შეძების დაგვარად ასე მაინც გაატარონ. ასევე შეხსენება სხვა ქრისტიანებისთვისაც, თუნდაც არაეკლესიურისთვის, რომ ვიღაცამ ვერ დაიწყო ეს მარხვა ხდება, ეხლა ხალხი ვართ ხომ, რაღაცა ვერ მოახერხა, მიზეზები უამრავია, სუბიექტური, ობიექტური, ეხლაც შეუძლია დაიწყოს მარხვა, ერთგვარ სტიმულია, შეხსენება, წაქეზება, მოწოდება ეკლესიის გარო, ეხლა შეუდგეს მარხვას, როგორც არის სახარების ლიგავი მოგეხსენებათ, მე-11 დღეს მუშაკი უფალი იწირავს ადამიანის თითოეულ გადაწყვეტილებასაც კი არათუ საქმით აღსრულებულს, ასევე ვიღაცამ შეიძლება დაიწყო მარხვა, მაგრამ არ არის კმაყოფილი თავის მარხვით, რაღაცად ვერ გამოუვიდა, ეხლა აქვს საშუალება, რომ მეტი ძალებით გაზრდილი წმინდა ზიარის მიღებით შეუდგეს აი უკანასკენ დასკვით ნაწილი მაინც ღირსეულად გაატაროს. ასე რომ ყველა შეუძლია რომ შემოვერთოს აი ამ 40-59 დღიან ესტაფეტას, სული განიწმინდოს, შეიმსუბუქოს და ისე იგემოს აღდგომის დიდი სიხარული. დიახ, მამა ირაკლი, თავიდან უფრო მეტი მოშურნეობით და ენთუზიაზმით ვიწყებთ ხოლმე მარხვას და რაღაც პერიოდში მინაუდება თითქოს ჩვენი სულისკვეთება და ალბათ ესეც არის შეხსენება ეკლესიის მიერ ის რომ დადგენილი არის განზოგება, ანუ გაშუალედება, განახევრება მარხვის, რომ რაღაც ახალი შემართებით გავაგრძელოთ უკვე მარხვა. დიახ, საოცარია ხა წმინდა ეკლესიის ეს განგებულება, ეს დაგეგმილი დადგენილი დღესასწაულები, მისი წესი, მისი დრო, ყველაფერი და ადამიანზე მორგებულია, უფრო არ შეიძლება ითქვას, უფრო მეტად აიშ დამიჯდავთ, რომ ადამიანის სულზე პირდაპირ სულის გამოძახილია, იცის ეკლესია, როგორც დედამ საკუთარი შვილის დედა ეკლესია, დედა ყველას სისუსტეები, უძრულებები, ჩვენც მოგიხსენოთ, ესე არის პრაქტიკებისაც სულიერი ცხოვრება, ეხა ყველას გამოუსწია. შეიძლება გამოცადოს მე ერმას და ბერმას, რომ დასაწყისში დიახ დიდი მოშურნეობათან ეს ქართული ხასიათი დაწყება კარგად გამოგვდის ხოლმე მონდომები და შემდეგ ცოტა ჭირს, ახლა აქ არ სასირცხვილო არაფერი, თუმცა არ არის კარგი თავისთავად, მაგრამ როგორც დედა ეკლესია ესე ზრუნავს მორწმუნეზე, რომ იმ პირველი კვირის რომელსაც ასეთ გამალებული მსახურებები ახლავს ყოველ დილას აღამოს, მოხდრეკები, წირვალოცვები, წმინდა ანდრია კრიტელის კანონები, შემდეგ ეს აღარ ტიპიკონი ერთგვარად უნდა მოისუნთქოს ადამიანის სულიერმა ძალებმა, ასე არ შეიძლება რომ ჩვენ გადაიწვას მორწმუნე, მithmodes დღევანდელ რიტმში. ისედაც როგორ უჭერს 8 წლის გაღება ხო ქრისტიანს საკუთარი სულის საცხონებელად და ერთგვარად მინაულებასავით რაღაც თითქოს ეს ჩვენ გაუფერულდებასავით რაღაც მარხვა და გადავა ყოველდღიურ რეჟიმში თითქოს არაფერი. ზოგი დაიღლება, ზოგი რაღაცა ბრძოლებით არის, წინამდებობებით არის და აი რომ იმის პირას არის თითქოს რომ უკვე უნდა შეწყვიტოს ან რაღაც ეს მონოტონურად გააგრძელოს, ვერ იქნება ღვთისთვის მოსაწონი. აი დიდება უფასისერი დადგენილი წმინდა ეკლესიის მიერ პირველ რიგში ჯერ პირველ კვირას აგვირგვინებს მართლმადიდებლობის ზემი დღესასწაული და ისეთ სიხარული ახლავს ამ დღესასწაულის მნიშვნელობა ძალიან დიდი, ახლა ვერ გავმარტავთ თავისი ლიტონები, თავისი სიხარული და მორწმუნეს აი ამ 8 წლის ერთი კვირას გამოში ვინც გაწია დილას საღამოსახურებით, ლოცვებით, აი ძალიან დიდ სულიერ ზემის საზემო განწყობას უქმნის სულში. შემდეგ მეორე კვირა ჩვეულებრივად, მაგრამ არანაკლები დიდი მნიშვნელობის კვირა არის, ხელა დიდი წმინდა ხსენება, წმინდა გრიგოლ პალამასი, ასევე კიევ-პეჩორაში დავანებული წმინდა მამების ხსენება და უკვე მესამე კვირას აი ესეთი მომენტი
იმიტი რომ არის უკვე დაღლილი კვირა თითქოს არაფრით გამორჩეულ კვირა, ჩვეულებრივი კვირა, სადაგი კვირა ხელამშრომლობის დღების მერე, აი შემოდის საოცარი სიხარულის დღესასწაულსაც ჯვრის თაყვანისცემა ქვია და უკვე აი ამ გადაღლის სულიერ ძალებზე მორწმუნე ხარ მზანდებოდით აი შაბათ კვირას ხოტაზარში, უკვე როცა ჯვრის თაყვანისცემის ტროპარი გალობება, უკვე აღდგომარი ნახსენდა საოცარი რაღაც უკვე სიხარული შემოვა გულის ნაბეჭდაში, უკვე აღდგომის აი ჰორიზონტზე რო თითქოს გამოჩნდება, უკვე აი ამოცისკრებული დიდი სიხარული, ну აღდგომასა შენს საუბრობ ვადიოთ როგორც არის ჯვარსა შენს და თაყვანისცემ ამ საგალობებში და უკვე ჯვრის თაყვანისცემის შემდეგ რო ხა ესე ნამეტანი სიხარულის არ დაჭერს მორწმუნე უკვე განზოგებას მოდის ანუ უნუგეშოდ არტოვებს ეკლესია მორწმუნეს რომ რა თქმა უნდა მჭირდება ადამიანებო ჩვენ ძალებს შემოძახილიც გაძლიერებაც რაღაც გამომხიზლებაც რომ ისე მოგვიწვი ჯერ კიდევ არაფერი დასრულებულა პირიქით კი დაწყებული კარგი გაკეთებული საქმის ნახევარია ვანდაზა თქვა ჩვენ მეერმა მაგრამ მაინც ჭიდი ძალის ხო ჯერ წინ გველოდება ნახევარი გასავლელია და კიდევ ეს ყველაფერი დიახ მოსამზადებელი პერიოდია ყველაფრისთვის იმ უმაღლესი პერიოდი რომელსაც უკვე ნებიშვიდეული ქვია. აი განზოგების შემდგომ თუ იცვლება რაიმე ღვთისმსახურებაში ან პირად ლოცვებში ამაზეც რამდენიმე სიტყვა. პირად ლოცვებში არაფერი ისევ და ისევ ახლა ეს თუ ინდივიდუალად ადამიანი არ მოისურვეს მოზის ლოცვა კურთხევით რომ ღვაწლი გაიმკაცროს ან ლოცვები დაიმატოს ეს პირადი მის გადაწყვეტილება კი რა თქმა უნდა მოზის კურთხევით მაგრამ ეკლესიის საერთო წესით არაფერი არ იცვლება. მხოლოდ ერთი ნუ არც უმნიშვნელო ცვლილება მაგრამ ლიტურგიკული თვითონ ამას თავისი ისტორია აქვს ემატება შეწევს ლიტურგიაში წინა გრიგოლ დიოლოგონისა ნათად გამზადებულთა კვერექსი. ანუ უკვე ესეთი მოკლედ ვიტყვი რომ ასე ტრადიცია იყო ძველად ეკლესიაში რომ დიახ მოსანათლად ნათად გამზადებული მორწმუნეები ჯერ გადიოდნენ კატეხიზაციას, ანუ გარკვეული გაეკლესიურება თეორიულად ემზადებოდნენ ამ 40 დღიანი მარხვის წინ დგებოდნენ მარხვაზე ეკლესიის წევრებს ემზადებოდნენ, ამზადებდა მათ ეკლესია სასულიერო დასი და უკვე შემდეგ დიდ შაბათს ინათლებოდნენ და ხდებოდნენ ქრისტეს ეკლესიის წევრები და ნათად გამზადებულნი უკვე ესეთ კვერექსში ჩართულია, რაც ამ ფაქტს ეხმაურება, როგორც კატაკმეოთა კვერექსი ყოველთვის არის, ეს უკვე უშუალოდ აი ამ პიროვნებებზე არის გათვლილი, რომ უკვე ემზადებიან ნათად გამზადების სიტყვას გვეუბნება ამ დიდი ბედნიერებსაც მათი ნათლისღება და უფლის წმინდა ეკლესიის წევრობა ქვია. მამა ირაკლი, აი თქვენ თავადაც ახსენეთ, არიან ადამიანები, რომელთაც სურთ იმარხულონ მარხვის შუა პერიოდში ან ბოლო კვირას. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი შეუძლია თუ არა საუბარი, რატომ აქვთ მცდარი შეხედულება და მოსაზრება ადამიანებს, რომ თითქოს აღარ შეიძლება მარხვაში ჩავერთოთ შუა პერიოდში ბოლო კვირას, რა შეიძლება ურჩიოთ ამ ადამიანებს, რომ აუცილებლად უნდა იმარხულონ მათ არ აქვს მნიშვნელობა, რომ შუა კვირას ჩაერთვებიან თუ ბოლო კვირას. დიახ, საერთოდ ახლა ძნელიც არის ვიღაცა შუა ინდივიდუალური მიზეზი რამე ქონდეს, მაგრამ მცდარი შეხედულებაც ასახათ უნდა ვთქვა. და მიზეზი რა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ თავარ მიზეზი ყველა თავის სულში ჩაიხედოს გულში ახლა ვის გვისმის არ მარხულობს რომ ჩვენ ვართ ადამიანები, ადამი ყველაშია და თავის მართლების მომენტი ყველას გვაქვს ხო? ოღონდ ადამიანს რომელსაც უჭირს მარხვა, ჯერ არ იცის მარხვის მნიშვნელობა, ზოგს იმიტომ უჭირს, ძალიან დიდი პრობლემა არა ინფორმაციულობა, არასწორი ინფორმაციულობა. შემდეგ მიზეზები იმ წუთაში ხდება რომ თავი გამარჯვებს, აი თავიდანვე დავიწყე და რაღა ვერ დავიწყე და რაღა აზრი აქვს ახლა რაღა დაჩა და უამრავ მომენტს გამოძებნის მიზეზს ობიექტოს რომ თავი გაიმართლოს რატომ არ მარხულობს და ეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა უნდა თქვა სასახად რადგან აი ხარ არის ესეთი მომენტიც ეკლესიაში პრაქტიკაში რომ აი ზოგადად მარხვის დაწყებაზე მინდა ლოცვა კურთხევა ეს ისიან ხოლმე ლოცვა კურთხევა მარხვის დაწყებას არ ჭირდება ლოცვა კურთხევა ჭირდება მას ვინც მარხვას იმკაცრებს ესეთები ნაკლებად არის როგორც წესიან იმ სუბუქებს ჯანმრთელობის გამო თუ რაღაც საჭიროების გამო იდიდო ლოცვა კურთხევთ რომ მარხვა რო დაიწყება ჩვენ ვართ ქრისტიანები ქრისტიანული სამყარო თაროს მარხვა ძალიან ნიშანდობლივია ემზადება უფლის აღდგომის დღესასწაული ეს არის დღესასწაული და დღესასწაული ქვაკუთხედი ჩვენ რწმენისა ამას რა კურთხევა რა ნებართვა რა შემოძახილი რა იძულება ჭირდება ქრისტიანი რო ხარ შენი ქრისტიანი ქრისტესთან დაკავშირებული ხარ ქრისტე შემოსე ქრისტე მონათლული ხარ ქრისტეს დათერღებული ხარ ქრისტეს სახელით რადგინა ან მოწოდება ან დახმარება ჭირდება მაგრამ არ ჭირდება არავის ლოცვა კურთხევა და არავითარი დიდი ამისთვის ძალისხმევა უნდა მოინდომო და დაიწყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის რომ წინა სერაფიმ სარველი ბრძანებს რომ რაც არ უნდა უწოდოს თავის თავს ქრისტიანმა რომელიც არ მარხულობს ის ქრისტიანი არ არის ეს არის ერთგვარად
ძეობრივი მორჩილება ეკლესიის. აი სოფლიო კრების წინა კანონები, ჯულის კანონი ძალიან მკაცრია ასეთ შემთხვევაში მარხვის არ დამცვეს სასულიერო პირებსა თუ საერო პირებს შორის. ხა დღეს ჩვენ ეკონომით მოქმედოთ, ახლა არავის არ ჯის ამის გამო, მაგრამ რისი თქვა მინდა იცით რომ თვითონ იესო ქრისტე ბრძანებს აგერ ამ კვირას იყო წაკითხული სახარების ჯვრის თაყვანისმის დროს ყოველთვის ეს სახარება ეკითხება, ის ფალები ბრძანებს და ამას ბრძანებს ღმერთკაცი იესო ქრისტე, ამაზე სწორი მნიშვნელოვანი სუყოფილი ნათქვამი ვერავინ ვერ შეძლებს კაცობის ისტორიაში ღმერთია და იმიტომ ხო რომელსა უნდეს შედგომა ჩემ და აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მან. ვისაც უნდა ქრისტეს შედგომა, უნდა აღიღოს ჯვარი, უარყოს თავისთვის აღიღოს ჯვარი და შეუდგეს მას. უარყოს თავისთვის რა რომ მარხვა ადამიანს ეძნელება, ეხლა უნდა გავუსწოროთ ამას თვალი, ოდესღაც ჩვენც ესე ვიყავით რაღაცებმა, კი არა ამეტევთ რომ დღესაც რაღაცები გვიჭერს ადამიანები ვარ, ჩვენი ბუნება მიდრეკილეთ ოდისაკენ ხო? და ის თუ არ უარყო ქრისტიანმა და თუ ქრისტეს შედგომა ამას იშავს, თუ დარჩების სახელით ქრისტიანი და ეს ვერავის ვერ უშველის. ისეთ საშინელი ხვედრი ექნება ბრძანებს უფალი განკითხვის მომენტს ძალიან ისე სახე სიმბოლოდ იგავურად რომ ევნიან უფალო მოგხედეო და არა გიცით თქვენ ყველა ჯვარი გწერია, იმიტომ რომ ადამიანებსაც მარტო ქრისტიანის სახეს ატარებენ და გეიციან იესო ქრისტეა და მეც არაფერს ვაკეთებ, საშინელი ხვედრი გვექნება. უნდა შეუდგე ქრისტეს, რომ შეუდგე მარტო და შენ უკვე შეუდექი ქრისტეს, ნახეთ, უგოვარეთ ძიმდება ჩვენ მდგომარეობა, როდის შეუდექი ნათლობის დროს. ან შენი პირით, მის მზასული მონათლი, ან ნათლის პირით რო პირდა, რატო შემთხვევით კი არა, აგებულია ყველაფერზე, მოძღვარი სამჯერ უმეორებს. ნათლისღებად გამზადებას შეუდგებია ქრისტესო? შეუდგებია რა განა ვერ გავიგეთ რომ უმეორებ. სამჯერ სამბესასაცმა თაყვანისაცმა დადგენია რომ სამჯერ უნდა დაადასტუროს. ანუ შეუდგე ქრისტეს და მე სად ჩანს რომ შეუდეგი. რომ შეუდეგი ქრისტეს ავტომატურად რა თქმა უნდა გექნება წინააღმდეგობა, იმიტომ რომ შეუდეგი ქრისტეს და განეშორებო, როცა რა თქმა უნდა ის ბოროტი კაცთან არ წასულა, კვლავ შეეცდება რომ შენი პირობა გაგატეხინოს. დაგარღვევინოს, შეგარცხვინოს ღვთის წინაშე, უარ გაყოფინოს ღმერთი როგორც ადამიანებას მოვიდა და ამის გამო ამას რა მოიტანა ამან მერე სასჯელი და სიკვდილი, ხო? ასე ხდება დღესაც, ამიტომ უნდა უარყო თავისისი, უნდა აქედან დაიწყო რომ არავინ საუბროს უფრო ნუგბარი საჭმელი გემრიელია ვიდრე მარხვა, მაგრამ ეს შენი მოთხოვნები რომ გაქვს, სულებ ეს არ არის დასაძრახი, არც სამარცხვინო, არც ცოდვა, გაქვს, მაგრამ რომ უარყოფ ამას, რომ მოერევი და რომ დაძლევ, მაშინ უკვე შეუდგები ქრისტეს. და ეს ისე მძიმეა ზოგისთვის, ვიღაცას საკვებით არ უძნელდება მარხვა, მაგრამ უძნელდება თქვა გარკვეული თვალის დაცვა, სანახაობების ყურება, ზოგი რაღაც სერიასია ჩართული, ზოგი რაღაცა შოუებში. დიახ, ლოცვების კითხვა ძალიან უჭირს ახლა იცის ღმერთი ხა ასე არ გვიბრაზდება ჩვენ, მაგრამ აი ეს ჯვარად ექცევა ხოლმე, მაგრამ ეს ჯვარი უნდა იტვირთო. სხვანაირად ვერ შეუდგები ქრისტეს, სხვანაირად შეუძლებელი ქრისტიანი იყო და ასე შემდეგ მოდის მე ქრისტიანს ხოვდა. ეს მარხვაც არის ამისთვის სწორედ გამოხატული, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დროებით დავიმარხოთ, თუნდაც კვებით უარი ვთქვა ჩვენ სიამოვნებას და შევუდგეთ ქრისტეს, რომ ღმერთმა გაგვახაროს ჯილდო ამის გულდა. მარხვა ზოგს გონია რა აუცილებელია, ისე ვერ დარჩები ქრისტიანი, რა მოხდა. ზოგი ამბობს ესე მომისმენ, რა მაზოხიზმიაო მარხვა, კვება არ არის ხო, მაგრამ სიამოვნებთან რო გაგახსენდება და უნდა იცოდე, თუ არ გახსოვს, უკვე სირცხვილია, იმიტომ რომ ქრისტეს შესახებ ამბები ხომაიც უნდა იცოდეს, სახარება რაც არის ძალიან ცუდად ვამბობ, სახარ მეტევდრი ამბები, მაგრამ იქ პირდაპირ გადმოცემულია, ფილმი არ გიყურებია და ალოცილო, რომ იესო ქრისტე მიმარხულა 40 დღე ნათლობის შემდგომ. მას კეჭიდა მარხვა. ამით რა ხა ადამიანის ბუნება შეიერთა, მას შეურევნო და შეუერთებლად ხო ღვთაების ბუნებასთან, მაგალითი მოგცა რომ ადამიანის ბუნება სჭირდება მარხვა, მაგრამ თუნდაც ქრისტეს შესახებ არ გაგია, ადამიანდება ყველას გაუგია, თან ჩვენ ქართველები ვართ ხო? პირველი ცნება რაც ღმერთმა მის ადამიანებს ადამიანებს ჯერ კიდევ უცოდელ ადამიანებს ეს იყო ცემა მარხვისა. აკრძალვა ნაყოფჩურ ესე ვიზახით, აუგზალა მათ, ანუ ერთგვარად მარხვა შენახვა მოსთხოვა, ცნება უბოძა, მომადლა, რომელსაც ხის ცნობადის და ბოროტის შეცნობის ნაყოფის ხმევის აკრძალვა, ხო? და რომ დაიღო ეს მარხვა, მე მოყვა მთელი უბედურებათა წყება. და ძალიან მარტივად ამას ლაკონი წიდან ბასილიდი რომ რაც არ დავიცავით 60-ს დავკარგეთ 60-ით რა მოყვა, უნდა დავიცვათ, მარხვა დავბრუნდე დაკარგულ 60-ში. დიახ, სწორედ აი სულიერი ღვაწლის მოხვეჭაზე გვინდა ასევე ვისაუბროთ და ჩვენ ვიცით რომ სულიერი მარხვა არის უპირატესი, ანუ ჯვრის მტვირთველობა, რაზეც თქვენ საუბრობდით, არის ერთგვარად სულიერი ღვაწლის მოხვეჭა ხო ადამიანისთვის, როდესაც ადამიანი თავის უნებებზე უარს ამბობს და იტვირთებს ჯვარს. აი ჩვენ ხედავთ რომ დღეს აი ისედაც სწრაფმოვალი დრო კიდევ უფრო დაჩქარდა და ვინც მეტნაკლებად ჩართული ვარ თქვათ აი ამ პროცესში, რასაც დიდი მარხვის მსახურებები ქვია, საკვირაო წირვებს ვესწრებით და ასე შემდეგ, უფრო მეტად გრძნობთ ალბათ, ხო? აი რა მალე გადის დრო და როგორ დღეს მისდევს, კვირა-კვირას მისდევს და
რაღაცნაირად შეიძლება ისე გავიდეს ეს დრო, რომ ჩვენ გადავდოთ ხვალისთვის და ვერ მოვასწროთ სულიერი ღვაწლის მოხვეჭა. აი რატომ უნდა ვესწრაფოდეთ თითოეულ წამს და ეს გადადება რატომ არის შეიძლება ბოროტი ძალისგან? დიახ, რა თქმა უნდა, დრო ყველაზე ძვირფასია, აქედან დავიწყო და სამწუხაროდ ჩვენი და ხელშეწყობის გარეშე დრო როგორი დაჩქარებულია და ადამიანები ახერხებენ, რომ პირიქით საშუალებას იგონებენ, ინდომებენ, გეგმავენ, რომ დრო როგორ ჩქარა გაატარონ, როგორ კარგად გაატარონ. ნუ კარგადში ვერას გულისხმობს, მაგრამ დრო მაიცმინის, თავად ჩვენ რა დაგვრჩება ამ გაატარებული დროს, ხე შედეგ რა დაგვრჩება. სულისთვის სარგო საქმეები, მადლი თუ ჯვარგვწირა სასჯელი და ტანჯვა. ამიტომ მარხვის საგალობლებში ძალიან ხშირად არის მეორდება მარხვის დაწყების წინ და ეკლესიის საკითხებში, რომ აჰა ეზერა სიძემოვა შუაღამესა და ნეტარას მონაი რომელი პოვოს მღვიძარეთ. ანუ უფალი როდის მოვა შუაღამეს მოსული არავინ არ იცის და ჩვენ ამიტომ უნდა გადავდოთ ხვალინე დღეზე და დრო გავატაროთ კი არა როგორ გავატარეთ მაგაზე კონც აქცენტი, იმიტომ რომ მოვა ქრისტე. მაინც მეორე მოსვლას კი არ გულისხმობს, შეიძლება ესეც იყოს, არავინ არ იცის ხვალ იქ ემაზე თუ 100 საუკუნის შემდეგ, მაგრამ ჩვენი მეორე მოსვლა, ჩვენი უფლის მოსვლა იქ როცა ჩვენ გარდავიცვლები და ყოველი ღამე არის სახე შედარება და მსგავსება ძილის სიკვდილთან, სარეცელი კუბოსთან, ეს ყველას მოგვიწევს. და ხვდება ჯვარიწერი ადამიანს, შეიძლება ზოგს არც უთენდება ასეთი ფაქტები არა. ამიტომ თითოეული ჩვენი გატარებული დღე, თითოეული უნდა შევეცადოთ ღვაწლით იყოს მოცული, რომ არ ვიცით როდის მოვა ქრისტე და მღვიძარეთ რას ნიშნავს? განახლა ხამე უნდა დავიძინოთ და თვალები არ დავუხოჭოთ. მღვიძარეთ სულიერად მღვიძარე. ხიზელი საკუთარი სულის ცხონებაზე მზრუნვას გულისხმობს ღმერთი, რომ არ უნდა გადავდოთ, არ უნდა ზარმაცოდეთ, არავინ არ იცის ვისთვის ეს მარხვა ბოლო აღმოჩნდა. რომელიღაცა მარხვა თუნდაც ქრისტიანს ვიძახი და იყოს სულიერი დიმიტრი გელოვანი მეორე როცა არ იყოს მისთვისაც ერთ-ერთი მარხვა აღმოჩნდება ბოლო, ერთ-ერთი აღდგომა აღმოჩნდება ბოლო ამქვეყნიური და ამიტომ ჩვენ გადადების უფლება არ აქვს და ღვაწლს რაც შეეხება კიდევ ესეთ ერთ კიდევ ასეც ვიტყვი რომ აი ეკლესიურ წრეში უფრო სულიერ და ცოტა მოცხორება ადამიანს შეემჩნევა რამ რომ ჩვენ აქცენტირებულები ვართ ხოლმე მარხვაში რა არ ჩავიდინოთ თუ ცოდვა შეიძლება თავს ვისარქნა ესარქნა კი ბატონო მარხვა დავარღვიო ეს ხო სამარხვა ეს მისასალმებია ზოგადად ყურადღებიანია კი ნახავ დააფიცოს ხოლმე გამყიდველები ნამდვილად არის თუ არა ეს კარგია მაგრამ თვალსი მარხავს ყურსი მარხავს ანუ არიდებს რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგია ენას თუ აილაგმოს თლათ უშველა ღმერთმა მაგრამ გვავიცდება რომ ჩვენ უნდა ვცხოვრდეთ იმითი განა რა არ გავაკეთეთ რა გავაკეთე უფალი მოგთხოვს რომ რა გააკეთე შენ ამიტომაც ამაზე აღარ ვფიქრობთ ხოლმე და ამას მიაქვს ჩვენი სულიერი ძალები ნებისყოფა და სიმტკიცე რომ აღოდაც რამე არ ჩავიდინო გვავიცდება რომ პირიქით ღმერთს უნდა მივართვათ ღვაწლი ამ მარხვაში ეს არის ღვაწლი და რა ითვლება და იშვიათად ღვაწლად ძალიან ბევრი რამე შეიძლება ჩაითვალოს მაგრამ იშვიათად არის მაგალითს მოვიყვანო იშვიათად ადამიანმა ითხოვოს ლოცვა-კურთხე მომდვისაგან თქვათ მარხვის გამკაცრებაზე პირიქით ყველა შეშინებულია გემოგლობინი არ დამეცეს რაღაცა ესტეროგენი და ფერმენტები ნუ გასაგებია არა ზოგი არის ჩვენ ჭიდაობთ აი ესე რომ იტყვიან რომ კაშა უხეშად ბოდიშამ გამოთქმაზე ლოცვები დილის ლოცვები ძილის ლოცვები ახლა წმინდა ინფორმაციასაც დაგვემატა და ეს ზოგიშს უკვე იმხელა ჯვარია ნუ ვიღაცას სხვადასხვა სული ძალები გვაქვს ხო მაგრამ ნაკლებად ხო ადამიანი რა ლოცვები შეიძლება დავიმატო ამ მარხვაში სულო და გულო იმდენი საკითხავებია არის მის ესეთ პირიქით მარხვა რა პირიქით თუ ვიღაცა 10 ბალიან სისტემა რო აღვი თქვა ლოცულობს როგორც წესი ხსნილში 5 ბალიან სისტემა ეხლა 7-8 ბალი მაინც უნდა გახადოს უნდა დაემატოს რამე ლოცვა მოწყალება ევალება ხო ქრისტიანს მოწყალება უნდა ეტარყუნო მოწყალება იგივე შეიწყანენ მოწყალებას გასცემს მარხვაში უნდა ეცადოს პირიქით რომ მეტი მოწყალება გასცეს ვიდრე ხსნილში თუ სნეულობს კაცს სნეულობს ნახულობს ქრისტიანი პატიმარს ლოცულ უფრო მეტი ამ დროს უნდა რომ ეს დრო არის სწორედ მოღვაწეობისა ღვაწლისა და ამ დროში ახსოვდა მარცხში აღვლენ ამ კეთილ საქმეს უფრო მეტი ფასი აქვს ისინაში და მეტი მადლი გვეძლევა ჩვენ რომ ეს მარხვა ნამდვილად რეალური და შედეგის მომტანი იყოს და არ დარჩეს მარტო რაღაც ამ კვების რაციონის გამოცვლად და მხოლოდ ზიარების მიღებად რასაც არაფერი არ მაქვს სამწუხაროდ. დიახ, თუმცა სულიერი ღვაწლის მოხვეჭას ადამიანი უნდა ესწრაფოდეს როგორც ხსნილში, ასევე მარხვაში, ხო? მხოლოდ მარხვაში არ უნდა დავრჩეთ ქრისტიანებთან, ნუ ზოგი არის ისე შეიძლება ესე ფიქრობდეს, რომ აი მარხვის მერე გარკვეული ცოდვების ჩადენაც იყოს დაშვებული. ასე არ არის ხო რეალურად და მის მადლი რაც მოიპოვა ადამიანმა მოიხვეჭა მარხვის განმავლობაში რაღაცნაირად ერთ დღეს არ უნდა განაბნიოს. არა, ძალიან ვახერხებთ ხოლმე. ზოგჯერ ესე გამოგვდის სამწუხაროდ. ვახერხებთ ხოლმე სამწუხაროდ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის ცალკე დისციპლინა. უკაცრავად პოსტმარხულის შემდეგ პერიოდი ძალიან რთულია, უკამას ეს უფრო რთულია, მე ვფიქრობ, ვიდრე მარხვის დაცვა. ისევე როგორც უფრო რთულია და ნამდვილი ქრისტიანობა არის ზიარების შემდგომი, შენ ქრისტიანობა ვიდრე ზიარებამდე, იმიტომ რომ იმდღელა შეწევნა გაქვს ღვთისაგან მარხვაში, ჩვენ არ გეგონოთ არ ვთქვი ჩვენი ძალებით მარხულობთ ან ლოცვით ღვთის შეწევნა, ჩვენ მხოლოდ გადაწყვეტილება. ამბადოროთებ ძალიან წინა მამა რომ
უკვე გადაწყვეტილება რომ შენ გინა სრულყოფილი გახდე რომელიც არ ახარ ვერიქი უკვე ღვთისთვის მოსწავლ გეწევა ღმერთი რომ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთო ეს ღვთისგან არის მაგრამ უკვე მე რომ ყველა ღვთისგან არის გათენებული დღეც აი ზიარება ვიღოთ მოემზადე ლოცვები წაიღო ფალი შეგეწია რამდენი რამე აგაშორა ვინ ჩამოთვლის ღმერთმა განსასწრელი ხიფათი სიტუაცია მიზეზი ობიექტური რომ მოხვედით აზარშიც ეზიარე შენთვის დაიკლა ეს ამას ყოველს ღმერთი აკეთებს ჩვენ სასტუმროები ხომას ხოთ ფიზიკურად აღვასრულებთ ხო უფალი შეიწირა თავის სისხლი ხორცი გამოგიწოდა გაზიარა თვითონ ნაბიჯიც რომ მოგი თუ ღმერთმა რინება ნაბიჯს ვერ გადმოგა ბარძითა მოსული ვერ გადმოგა და ვერ ეზიარები იმიტომ ესეთი ფრაზა არის ზიარების ლოცვებში რომ არა ჩემი ძალითო მიახლევე შენ არამედ ღმერთო შენითა ნებითა და წყალობითა ღმერთზე მინდობით მართლა და ეზიარე გადაყლაბაზე ხლაპზრებს ღმერთმა შექმნა ეს ღვთისგან ყველაფერი აი უკვე მერე ამ ყველაფერი ღმერთმა აღასრულა შენი ცხოვრებისა შენი სიყვარულისთვის აი მე როგორი ხარ ქრისტიანი მაშინ ჩანს რომ რამხელა ჩვენ ვარ დაუდევრი და ერთ წამში შეგვიძლია ამხელა მადლი ჩვენგან გავანიავოთ იქნება ეს განკითხვით იქნება ეს ბილწი ფიქრით იქნება ეს ბოროტის სიტყვით თუ 1000 ნანი ასევე მარხვაში უფალი გეწევა ის ყველას უგზუნია ახლა მის ქრისტიანის საოცარი ხვდები რომ შენ თავს თითქოს არ ეკუთვნი იგივე რომელიც აი ზარმაცი იყავი და გიჭირდა იყო პერიოდი ეკლესიაში 2 საათი 3 საათი კი არა აი მარტო სახარებას თუ დადგებოდი ან ზოგი გალობის უნდეს რა ყურს ესია მონოს ტყვევა რა კარგია მაგრამ ეს ხო არ არის ეკლესიური ცხოვრება ეს თუ გიჭირდა აღმოჩნდა რომ 2-3 საათით გახარ ეკლესიაში საერთოდ დაღლა სადღაც გაქრა ეს რანაირია იმას ვერი ვარჯიშო და ვერი სწავლ იმხელა ღვთის მას გზნობს შენ ზოგი რომ ზარმაცი იყო და უდიერი იყო რაღაც მომენტები არის რომ სახთო აღტკინება გაქვს რაღაც აი მონაბე ზურგის ქარივით არის რომ თითქოს გიკვირს შენ საიდან ესე რომ ვფიქრობ ერთმეტანიასაც ვერ გავაკეთებ სახსრები წელი სკოლიოზი რაღაც საოცრად აკეთებ ყოველ ღმერთის მადლი გეწევა ეს ღმერთის არის და შენი რა არის მე რომ აი ყველაფრის მე რომ მიიღე მადლი აი მე როგორ ექცევი ამას აი ეს გავდა პოსტ მარხვის პერიოდი იმიტომ ძალიან რთულია რომ ეშმაკიც ამდროს მეტად იბძვის როცა ხედავს შეგამჩნევს რომ მადლი მოიხვეჭე მე მოდის შენთან ადამიანთან თორე თუ ადამიანი არ მარხულობს არ ლოცულობს არ ეს იმისთვის საერთოდ არ არის განსაფრთხე არის საინტერესოც არ არის ესეთ ქრისტიანი ეს ქრისტიანი მას მოსწონს როგორც არის ყველა ჯვარი გვეწევს დახელოვნებული ცნობილი კაი კრიმინალი ავაზაკი რომელს სახში უფრო მივა გასაქურდათ და ეგულება ოქროლა და ბრილიანტი თორე თუ გაჭირებული სახლია და პური არ აქვს და წყალი რატო შევა ხო ჩემი თავი გამჭირვებია და როცა მარხვა გავა შემდეგ მაშინ ჩანს მარხვის შედეგი შედარებული ეცი და მამათაგანო როგორც ძალიან ახლა ის ყოფილი შეხოსია რომ რომელიმე სარდალმა 10 მეთაურმა 100 მეთაურმა რომ გაიყვანოს აი წვევამდელები ჯარისკაცები გარკვეულ შეკრებაზე ხო აზარმულ მდგომარეობაზე და იქ რო წუთნის როლაში განზრახ ფიზიკურ მომზადებაში და ზოგი ახერხებს ზოგი ვერ ახერხებს ზოგი როგორ ახერხებს და ეს კი არის მთავარი მე დამთავრდა ეს შეკრება მე როგორ ისთვის გაიარე შეკრება მე გადიან ბრძოლის ველზე და იქ უნდა გამოჩნდეს მე ვინ როგორ ივარჯიშა ვინ როგორ მოემზადა ვინ როგორ გული და სული შეისწავლა და გონებით ეს სამხედრო საქმე რომ გამოჩნდა ბრძოლის ველზე და იქ არ დაიმალება არაფერი თან ეს ჩვენი ბრძოლის ველი კიდე ქრისტიანების ყველა დღე ბრძოლა მოგეხსენებათ ჩვენ ქრისტეს ხედრები ვართ უნდა ვიყოთ ვინ როგორი მხედარია თორე სულიერ ბრძოლა სულ არის ამიტომ ეს მარხვის პერიოდი როგორ მოსამზადებელი პერიოდია გარკვეული შეკრებისა სული განაწილისა მონდომებისა გაძლევისა როცა წავდგეთ ბრძოლის ველზე უკვე გამოვაჩინოთ რა შეგვასწავლა მარხვა და მარხვა უნდა გვასწავლოს აი ამ ყველაფერმა პირველ რიგში რა ზომიერება მოთმინება, სიყვარული, სიწმინდე, უბიწოება და ასე შემდეგ, მყუდროება და ასე შემდეგ, რომელსაც ჭირდება ძალიან დიდი შრომა ჩვენგან და ღვაწლი. მამა ირაკლი, მარხვის განზოგებისა და სულიერი ღვაწლის შესახებ საუბრობთ და აი ჩვენი საუბრის ბოლოს დაახლოებით 2 წუთი დაგვრჩა, მინდა რომ გკითხოთ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანს სწორად ესმოდეს, არა მარტო ეს ტერმინები, ზოგადად საეკლესიო ტერმინები და რამდენად მნიშვნელოვანია ამ კუთხით განათლება გქონდეს ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა ჩდება, ზოგადად იგივე რაც თქვენ ახსენეთ, რა საჭიროა ეკლესია, სულიერი მოძღვარი, ზოგადად უფალთან ურთიერთობის ან თუნდაც მარხვა, ხო? რა შეიძლება ვთქვათ ზოგადად განათლების შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ადამიანს ეს განათლება გქონდეს? აუცილებელია, მნიშვნელოვანი კი აუცილებელია. აქედან იწყება პირდაპირ წინა წერილზე სწავლებზე დაყრდნობით ვიტყვით რომ რწმენა ცოდნისაგან არის. აუცილებელია ეკლესიის მოვალეობა არის გარდა მსახურებისა და წესების არის ქადაგება, ბუნებრივია და ამაში ეკლესია დღეს ნამდვილად არ მოიკოჭლებს და არა ძალიან დიდი ბევრი საშუალება მიეცა მადლობა უფალს დღევანდელ დროს ეკლესიას ქადაგებისა ცოდნის კუთხის გულისხმობ.
იმიტომ რომ მადლობა უფას უფრო და უფრო ყველაფერი წინ მიდის ჩვენი სასულიერო სასწავლებლები, სემინარი, აკადემიები და გამოდიან უფრო მეტად მოზადებულნი, განათლებული სასულიერო პირები, განსწავლული ჯოში, რომ შენ თუ არ იცი სხვას რა უნდა ასწავლო, ხო? ასევე მოქმედებს ჩვენს ეკლესიაში, საქართველოს სამწყო ეკლესიაში თქვენი ტელევიზია, რომელიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ამ კუთხით და ყველა შეუძლია ძალიან დიდი ცოდნა შეიძინოს სულიერი და გაიღრმავოს კიდევ ამ შეიძინოს ასევე რადიოც არის, დიახ. რადიო მოქმედებს აუცილებლად, რომელიც 24 საათიან რეჟიმში სასარგებლოს უამრავ ინფორმაციას, სწავლებას და გადმოცემას და ცოდნას. ასევე ჟურნალ-გაზეთები უამრავი რომ ამ დღეს მორწმუნემ რომ თქვას რომ ცოდნა ძალიან არ ცოდნა და უდესი სირცხვილია. ამიტომ მაცხოვარი ყველას მოგითხოს როცა ეკემა ყველასთან ღმერთი მარც მაშინ მისვა ფიზიკურად, მაგრამ ყველასთან გააგზავნა ყველა ქვეყანაში თავს მოციქულები ღვთის სიტყვა ყველას ეკადაგა და ეკადაგება დღესაც. და მეორე მოსვის წინაპირობას რომ ეს იქნება რომ ჯერ ღვთის სიტყვა უნდა ეკადაგოს ყველას, არავინ ვერ იტყვის რომ მე რომ გამეგო ქრისტეს შესახებ ვირწმუნე და რა ვქნა ასეთ რამე ყველა წარმოუდგენელი. ამიტომ თუ ადამიანს არ უნდა ეხლა როგორც ის სტატუეტი რო იყო მაიმუნის გამოსახულება და არ ხედავ, არ მესმის და არ ვლაპარაკობ, ეს მისი არჩევანი იქნება თორე დღეს ღვთის სიტყვა მოგინდეს და ვერ შეიმეცნო, არის წარმოუდგენელი რამ. ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისთვის, მამა ირაკლი დაგემშვიდობებით. ნაძალადებში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.